ვფიქრობდი, რომ თუ არსებობს სამყაროს დიდი აფეთქების თეორია, შეიძლება ასევე არსებობდეს სიკეთის აფეთქების თეორიაც და რა შეიძლება მოხდეს ისეთი, რომ სიკეთი აფეთქდეს. და ზუსტად ასეთი რამე მოხდა ჩვენ ცხოვრებაში. და ჩვენ თვალწინ მოხდა სიკეთის აფეთქება. 100,000 ადამიანმა თავისი ჯიბიდან პენსიის ფული, ხელფასის ფული, ის რომელიც კომუნალურებისთვის ჰქონდა შენახული და ინახავთ, ვიცით საქართველოში, ჩვენ ხო ვიცით, რომ ქართული ოცნება კი იძახით, რომ ავშენდითო და ავყავდითო, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით საქართველოში 100,000 ადამიანს როგორ უჭირს, რომ 100,000 დავხენილი ადამიანი რო არ აღყავს, ხო ვიცით. ის ხო ვიცით, რომ აქ პენსიონერები რომ მოდიან და თავის პენსიის ფულს ხელზე რო გვაძლევენ, პირდაპირ მოდიან და გვეუბნებიან, ხალხო, ჩარიცხო, არ ვიციო და აგერ ხელზე მოგწევთ, აქ დავტოვებ შეგრა, სკამზე დადო და ისე წავიდა. არც სახელი უთქვია, არც გვარი უთქვია, დადო ფული და წავიდა. თავისი პენსიის ფული დადო. შუაზე გაჭრა თავისი პენსია და ნახევარი დადო აქ. და რა შეიძლება და მოხდარიყო ისეთი, რომ ასეთი სიკეთის აფეთქება გვენახა და მოხდა ასეთი რამე 100,000 ადამიანმა თავისი სიკეთე გაუწია ჩვენ ბავშვებს და ხელისუფლებას უთხრა ასეთი რამე, რომ შენ რო არ აკეთებ მაგას, შენ ხელისუფალი, ჩვენ ადამიანები, ჩვენ გიპირისპირდებით შენ და იმას შენ გასაკეთებელს ჩვენ ვაკეთებთ. შენს გასაკეთებელ სიკეთეს ჩვენ ვაკეთებთ, შენ გასაკეთებელ საქმეს ჩვენ ვაკეთებთ, ნაწილობრივ მაინც ხო ვაკეთებთ. და ეს იყო სიკეთის აფეთქება და ეს იყო სოლიდარობის აფეთქება. ეს იყო პასუხისმგებლობის, არ ვიცი რა შეიძლება ეთქვა, ყველაფერი ერთად. და ალბათ რუსალმა ღმერთმა ალბათ ინება, რომ ეს მომხდარიყო. იმიტომ რომ სხვა ჩემთვის წარმოუდგენელი, ანუ ძალიან ძნელი იყო რა შეიძლება და მომხდარიყო ამ ქვეყანაში, რაც გამოიწვევდა სიკეთის ასეთ აფეთქებას. და მართლაც მოხდა ასეთი რამე. ეხლა ნინო ქათამაძეს მინდა სიტყვა გადავცე. მოგესალმებით. მართლაც რთულია. ყოველ გამოსვლაზე განსაკუთრებული ემოცია მაქვს და ყოველთვის ვხედავ. რადგან ეს საკითხი ნამდვილად არ არის სახუმარო და ძალიან ემპათიურია და ძალიან გრძნობიარია. ყველა ბავშვი ლოცავ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს. ბავშვები არიან მთელი კაცობრიობის ნათელი მომავალი. ცხოვრების აზრი, საზრისები არიან ისინი ამ ცხოვრების. და ამაზე ძვირფასები ვინ უნდა იყვნენ? და ამაზე კარგი რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ, რომ თითოეული ბავშვი გადაარჩინოს. ამ ბავშვებს აქვთ ბავშვები სარგებლობენ განსაკუთრებული უფლებებით. ამიტომ ეს ამ ბავშვებმა კი არ უნდა მოითხოვონ, კი არ უნდა ითხოვდნენ, არამედ უნდა მოითხოვონ. იმიტომ რომ ვალდებულია სახელმწიფო თითოეული ბავშვის უფლება დაიცვას. საქართველო ადამიანი ბავშვთა უფლებების კონვენციას 1994 წელს შეუერთდა და იყო ვალდებულება, რომ თითოეული ბავშვის უფლებას დაიცავდა. და დღეს ჩვენ სად ვართ? დღეს ჩვენ ვდგავართ იუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდამსაჭერ აქციაზე. და ბავშვები ითხოვენ სამწუხაროდ არა ტკბილეულს, არა სათამაშოს, არამედ ითხოვენ წამალს. წამალი, რომელიც რეალურად არსებობს და ხელისუფლება იმის მაგივრად, რომ დაელაპარაკოს მშობლებს და უფრო კარგად გაერკვეს იმაში, რასაც მშობლები უფრო კარგად ერკვევიან. დღეს მშობლები და ეს ბავშვები უფრო კარგად ერკვევიან ამ წამლების ეფექტიანობაში და უამრავი ქართველი ბავშვი მოუწოდებს უცხოეთიდან, რომ მათი აისახა ამ წამლის ეფექტიანობა და ისინი უფრო კარგად გრძნობენ თავს და ამათ არაფერი არ ესმით. საერთო დიაგნოზმა, მე პირადად ჩემ თავზე ვიტყვი და ჩემს თაობაზე ვიტყვი, ჩვენ დიაგნოზმა ბავშვობა დაგვაკარგინა. ძალიან ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ამ დღეს ცოცხალი აღარ არის, ან ამ ქვეყნიდან გასულია. იმიტომ რომ ჩვენი ქვეყანა ჩვენ ვერ გვპატრონობს, ვერ გვივლის. თქვენ წარმოიდგინეთ და ჩვენ დავკარგეთ ეს ბავშვობა და ბავშვობაში მიღებული ტრამვა, კივილი, საერთოდ მთელი ცხოვრება გაყვება. ამიტომ მე ნამდვილად არ მინდა, რომ ბავშვებს ეს კივილი და ეს დამღა დააჩნდეს. იმიტომ რომ დღეს არსებობს ხალხო წამალი და დღეს როცა უყურებ ამ პატარა ანგელოზებს, მე ამ ბავშვებს ღიმილის ბიჭები დავარქვი. იმიტომ რომ ამ ბავშვებმა გაერთია და მთელი საზოგადოება. მთელი საზოგადოება ახალგაზრდები ჩაერთენ ამ პროცესში და მადლობა მითხრათ, მინდა უთხრა თითოეულ ახალგაზრდას. მათ, აი როგორც იტყვიან, რომ მადლი ორ ადამიანში შეიძლება არსებობდეს. ერთი გამწირველია და მეორე შემწირველი. და ეს ბავშვები არიან სწორედ, რომელსაც თითოეულ ადამიანს ჩვენ თითოეულს მოგცა მადლის
აღების შესაძლებლობა. აი ეს არის ყველაზე დიდი რამ და მე წინა გამოსვლებში თქვი რომ არ დავიღალოთ. მაშინ როცა ხელისუფლებას გონია რომ დავიღლებით არა ჩვენ მე პირადად პირობა დავდე რომ ამ ბავშვებს არასდროს არ დავტოვებ. ბევრი არაფერი შემიძლია, მაგრამ ჩემი ერთი ადამიანი, ერთი პიროვნება, რომელსაც ეს ტკივილი, ეს ხელისუფლების არა მხარდაჭერა საკუთარ თავზეა გადატანილი, მე ნამდვილად ვიქნები ამ ბავშვების გვერდით. ამიტომ მე მჯერა, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და თითოეული ეს ანგელოზი, რომლებიც დღეს დარბის და ამ ბავშვობაში უნდათ მათ სირბილი და რატომ უნდა დაჩქარდეს მათი ეტლზე დაჯდომა თუნდაც, რატომ უნდა გაუარესდეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, როცა შეიძლება რომ გახანგრძლივდეს, დიდხანს ირბილონ, ითამაშონ ფეხბურთი, იცინონ, იმხიაროდონ, რატომ უნდა შეიზღუდოს ეს ყველაფერი. ამიტომ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამ ყველაფრის და მინდა ვთქვა ასევე ერთხმად მიეცი წამალი ბავშვებს. დღეს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. პირველ რიგში მე ულოცავ საერთოდ ჩემი სამშობლოს საქართველოს ბავშვებს ამ დღეს და ეს დღე ყოფილიყოს მისთვის ჩვენი სამშობლოს საქართველოს ბავშვებისთვის გაბრწყინებული, გაერთიანებული საქართველო. ამ დღეს მე ულოცავ არა მარტო ქართველ ხალხს, ქართველ ბავშვებს, არამედ რახან ეს არის საერთაშორისო დღე. იმ ქვეყნებს, რომელ ქვეყნებმაც დანერგეს ეს მოყოლებული მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, რომელიც მომდინარეობს დღეისათვის. ზეიმობ დღეს, შვილო ამ დღეს, საზეიმო დღე არის. მიუხედავად იმისა, რომ მე როგორც ბებიას ნამდვილად არ მეზეიმობა დღეს, მაინც ზეიმობ, იმიტომ რომ ამ ბავშვების სიყვარული, სიცოცხლე, ჯანმრთელობა გავახალისო დღევანდელ დღეს. რატომ არ მეზეიმება ახლა? იმიტომ არ მეზეიმება, რომ ეს ბავშვები არიან უმძიმეს დღეში. ჩვენ არ ვიცით ხვალ რა მოხდება, ზეგ რა მოხდება. ყოველ დღე ვართ მოლოდინში რა იქნება სიახლე და განვიცდით. ჩვენი მთავრობა დუმს, არაფერს არ გვეხმარება. მე ვთხოვდი და კიდევ ერთხელ მიმართავ ამ მთავრობას. დღევანდელ დღეს ამათ რომ სიურპრიზი გაიკეთებინა. ისე მაინც გამოსულიყვენ და ნუ გეშინიათ, ყველაფერი იქნება დღეს თუ არა, ხვალ შევძლებთ, წამალს მოვიტანთ, დაგეხმარებით, გვერდში დაგვიდგებოდნენ, მაინც კმაყოფილი ვიქნებოდა და ამხელა გამოსვლაც არ იქნებოდა. დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც გვერდში უდგას ამ ბავშვებს და საერთოდ ახალგაზრდებს. დიდი მადლობა. პირველ რიგში მოგილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ყველა ბავშვს მინდა უსურვო ჯანმრთელობა, ბედნიერება და ოცნებების ასრულება. ჩვენ ამ დღეს მოგილოცავთ კანცელარიის წინა ეზოდან. ეს არის ტერიტორია, სადაც ჩვენ უკვე 40 დღეზე მეტია ჩვენ მშობლები ვართ. აქ ვძინავს, აქ ჭამთ, აქ ვათენებთ, აქ ვაღამებთ. და ეს უკვე ჩვენი სახლივით გახდა ეს ადგილი. ეს ადგილი უკვე ჩვენი სახლივით არის, რომ ფაქტურად ისე ვართ ამ ადგილას როგორც ჩვენი სახლში, მაგრამ აქ ჩვენ იმისთვის ვართ მოსული, რომ აი ხელისუფლებას იმ ხალხს, რომლებიც იმ ოთახებში იზიან, აი იმ ხალხს უთხრათ, რომ ჩვენ ბავშვებს სჭირდება წამალი. ყოველ დღე რომ შეუძახოთ იმ ხალხს, რომ ჩვენ ბავშვებს სჭირდება წამალი. ეს ყოველი დღე აქ არის ბავშვების დღე, ყოველი დღე ბავშვების დღე არის. და ჩვენთან მოდის უამრავი ხალხი, რომელიც ჩვენთან ათენებს, აღამებს, მოაქვს საჭმელი, მოაქვს მხარდაჭერა, დახმარება, ფინანსურად გვეხმარება და უამრავი ხალხი დაგვიდგა გვერდზე. და დღეს, როდესაც არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებით მოჭარბებულია ყველა ემოცია, ყველა ცრემლი, ყველა გზნობა, ყველა სიხარული აი ერთად მოზღვავდა ამ ადგილას და დღეს ქონდა ძალიან ლამაზი დღე ქონდა, იმიტომ რომ ჩვენი ბავშვები ვახალისეთ, ვიმღერეთ, ვიცეკვეთ, გავერთეთ და აი ამ ხალხთან ერთად ყველამ ერთად აღვნიშნეთ დღევანდელი დღე და მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის ეს არის
ბრძოლის შემდგომი ეტაპი. დღეს გვინდა შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენ ბავშვებს ჯერ კიდევ არ აქვს წამალი და ჩვენ არც გავჩერდებით, სანამ წამალი არ იქნება, ჩვენ არ გავჩერდებით და არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ხალხიც არ გაჩერდება. ხალხი დგას ჩვენ გვერდზე და ჩვენ გვერდზე დგას იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. ჩვენთვის ეს არის ძალა. ეს ძალა ჩვენ გვაძლევს იმედს და გვაძლევს წმენას, რომ ჩვენ ვერავინ ვერ მოგვერევა. ან ვინ მოერევა ბავშვებს, ბავშვზე მეტი ძალა, ემოციური და სულიერი ძალა ბავშვზე მეტი არავის არავ. ბავშვთან შედარებით ჩვენ ყველა წინაჭველები ვართ და ესენი არიან ლომები და ესენი არიან გმირები. ამიტომ ჩვენ ამად გვერდზე ვდგავართ, რომ ერთად გავიმარჯვოთ. ეს არის გავიმარჯვოთ და გამარჯვებას უსურვებ ყველა ბავშვს და ყველა ბავშვს უსურვებ ჯანმრთელობას და ოცნებების ასრულებას. დღეს არის ბავშვთა საერთაშორისო დღე. ყველა ბავშვს ულოცავ ამ დღეს. ჩვენ ბავშვებს სჭირდებათ დახმარება და გვერდში დგომა, ასე რომ ვისაც სურვილი გაქვთ, შემოგვიერთდით, ერთად დავიცვათ ყველა ბავშვის მდგომარეობა, ჯანმრთელობა და დიდი მადლობა ყველას, ვინც დღეს ჩვენთან ერთად აღნიშნა ეს დღე და დაგვიდექეთ მხარში, ჩვენ ბავშვებს სჭირდება გადარჩენა. მიულოცავ დღევანდელ დღეს ბავშვებს. დღეს არის ბავშვთა საერთაშორისო დღე, 1 ივნისი ბავშვების დღე არის და მინდა რომ ჩვენი ბავშვებიც იყვნენ სხვა ბავშვები მეთმელიერი და ლაღები სამწუხაროდ ჩვენ იმის მაგალითად რომ ჩვენ შვილებთან ერთად ვიყოთ აქ და ვხიარულობდეთ გვიწევს სწავლის მოთხოვნის წლუდინში ყოფნა და ვერ ულამაზებთ ჩვენს პატარებს დღევანდელ დღეს. სამწუხაროდ არავის არ ესმის ჩვენი, არავის არ ესმის პირველ რიგში ჯანდაცვის მინისტრს, პირველ რიგში ჩვენ მთავრობას, რომ ამ ბავშვებს დრო ეწურებათ. ყოველ დღე რომელიმე ბავშვიდან ვიგებთ, რომ უკვე შეწყვიტა სიარული და არიან უკიდურეს მდგომარეობაში და აუცილებლად საჭიროა მედიკამენტების შემოტანა, მედიკამენტების, რომელსაც ამდენხან აშავებდნენ და უკვე ყველამ გაიგო, რომ ეს მედიკამენტები არსებობს, მსოფლიოში მოიხმარს ძალიან ბევრი ქვეყანა და ბავშვების შედეგი არის შესანიშნავი და გამოსწორებული თვისებებით, რომ აღარ უწევთ მშობლებს საკვები თავის ხელით მიაწოდონ, ან წყალი მიაწოდონ და აღარ ეშინია ამ მშობლებს, რომ სიარულს შეწყვეტენ უმოკლეს დროში. და ვითხოვთ წამალს, მიეცით ბავშვებს წამალი, რადგან ეს ბავშვებიც არიან ამ ქვეყნის მოქალაქეები და ღირსეულად უნდა გაატარონ თავისი ბავშვობა ბავშვებთან ერთად. გამარჯობა მეგობრებო, პირველში მოგილოცავთ ნინოობას. დღეს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეც და ახლა მე ვიმყოფები კანცელარიასთან. ამ შენობის წინ ყოველდღიურად იკრიბებიან მშობლები, ბავშვები და მათი მხარდამჭერები. ბავშვის სიცოცხლეზე აღლა არაფერი არ დგას. არანაირი პოლიტიკური შეხედულებები არ მაინტერესებს არავის პოლიტიკური გემოვნებები. თავარი ამ ბავშვებისთვის სიცოცხლე და ამ ბავშვების სიცოცხლისათვის ყველა უნდა გავერთიანოთ და ამ ბავშვებს გვერდში დგომა დავუფიქსიროთ. იმიტომ რომ ეს ბავშვები არიან ამ ქვეყნის მომავალი და მოდით გავერთიანოთ აი იმ კონკრეტულ საკითხში, რომ ამ ბავშვებს გვერდში დავუდგეთ და ამ ბავშვების სიცოცხლისათვის ერთად ვიბრძოლოთ. დააკვირდით, დასაყვარელი ბავშვები არიან თან. რომელ ფეხბურთელზე ნაკლები ფეხბურთელები გამოვლენ. უყურეთ, საყვარელი ბავშვები. ასე არის თელი დღე აქ. იქეთაც არიან ბავშვები, სამწუხაროდ რომელიც ეთლში ზიან უკვე. და არსებობს წამალი, როგორც მშობლები იძახიან და მოდი გულწრფელები ვიყოთ რა. არც თავრობას და არც ექიმებს იმდენი ადამიანობა არ გააჩნიათ, რომ გაიაზრონ ის მარტივი მოცემულობა, რომ ბავშვების სიცოცხლე, ბავშვების მშობლებზე მეტად არავის არ იცის, როგორ უნდა გადაარჩინოს. ანუ თავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მშობლებს გადაღწილი აქვთ ეს თემა და ბავშვებს წამალი სჭირდებათ. შეხედეთ უბრალოდ არის სკოლი როგორ გიგრძნობთ და ჩუმად როგორ ხართ ზოგიერთები მიმართავ აი აბსოლუტურად ყველა ცნობად სახეს თუნდაც
ძალიან ბევრი ჩაერთო უკვე ბავშვებს ხარდასაჭერი ბევრი ვიდეოც დაიდო, მაგრამ უფრო უნდა გააქტიურდეთ ეს ცნობადი სახეებიც, იმიტომ რომ დღეს მით უმეტეს დღეს ბავშვთა საერთაშორისო დაცვის დღეს არ შეიძლება ჩუმად იყოს და რავი, აი კანცელარიაც არის ახლა ჩემს უკან და მთავრობასაც მინდა მიმართ. და სხვა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. ხო შეიძლება გამოსულიყვნენ და მიეროცოთ ამ ბავშვებისთვის და ეთქვათ, აი დღეს თუ არა, ხვალ შევიძლია. სურპრიზი გაიკეთებინათ. არა სამწუხაროდ სრული იგნორი როგორც ხედავთ. ამიტომაც მოგიწოდეთ ერთობისაკენ და ამ ბავშვების სიცოცხლისათვის ერთად ვიბრძოლოთ. Պատկածը շևիդա I